საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენეს განცხადება მთავარ პროკურატურაში გაკეთდა უწყების ცნობით გამოძიებამ დაადგინა რომ საქმე ეხება სისტემურ დანაშაულს რომელშიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები. პროკურატურის ინფორმაციით ისინი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ დანაშაულის დასაფარად. 2006 წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში კაფე-ბარ შარდენ ბარში ალექსანდრე გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლის თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან. რის გამოც დავით ახალაიას დავალებით ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონო დაღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქარეთ ოქროყანის სასაფლაოზე. გამტაცებლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად ცემეს. ნაწამები ალექსანდრე გირგვლიანის გვამი აღმოჩენილი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ფაქტის გამო საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქმით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე. გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა. აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, საქართველოს საჟელახსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და მისი ძმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას მიერ ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზე დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად.